Ცოტახანში თბილისში ცნობილ რუს მსახიობს სტანისლავ სადალსკის ელოდებიან. მსახიობი მონოსპექტაკლს წარმოადგენს. ასევე იგეგმება მისი შემოქმედებითი საღამოს გამართვაც. პრეზიდენტმა სააკაშვილმა სტანისლავ სადალსკის საქართველოს მოქალაქეობა 2007 წელს მიანიჭა. თბილისში იმყოფება რუსი ოპოზიციონერი გარი კასპაროვიც, რომელიც პრემიერ პუტინის მიერ გაკეთებულ ბოლო განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ძალიან არის გაღიზიანებული რუსეთში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით. ძალიან მწყინს, რომ მოსკოვში ვცხოვრობ, რის გამოც ნაწილობრივ უარის თქმა მიწევს საქართველოზე. ძალიან სამწუხაროა, რომ გიორგი ტოვსტონოგოვის და ნათელა ამბობს, რომ ის ლენინგრადში დაიბადა. ჩემი პარტნიორი რადიოში თინა კანდელაკი ასევე აცხადებს, რომ მამამისი არა ქართველი, არამედ ბერძენია. მე კი საქართველოს მოქალაქე ვარ და ამით ვამაყობ საქართველოს მიღწევებით. ბედნიერი ვარ, რომ ნოდარ დუმბაძის თეატრში გამოვალ. დიდი მოლოდინი მაქვს სპექტაკლისადმი სიყვარულის დეკორატორი, სადაც მე მხიარულ ადამიანს ვთამაშობ, კონკრეტულად დეპუტატს ეძინა იარასიადან. ჩემთვის პატივია ქართველი მაყურებლისთვის თამაში. პუტინთან დაკავშირებით საქმე ძალიან მარტივადაა. ყველა სახის გამოსვლებიდან თვით ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი არხებიდანაც კი ჩანს, რომ რუსეთი პუტინისაგან დაიღალა. მიმაჩნია, რომ ის უფრო ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებითაა გაღიზიანებული, ვიდრე საგარეო პოლიტიკური პროცესებით. ეს აიძულებს მას ახალი იდეოლოგიური სულები მოიფიქროს, თუმცა რამდენად ადეკვატურად აფასებს ის შექმნილ ვითარებას, ამის გამოცნობა არც ისე რთულია.